და მე ისევ აქ ვარ 10 ცალი ამანათით. ოღონდ აქედან არც პატარები, არც დიდები, არანაირი კატეგორია არ აქვს, უბრალოდ ამანათებია. იმიტომ რომ კატეგორიებად ვერ დავყავი. ყველა სხვადასხვა ფორმა, სხვადასხვა ზომა და სხვადასხვა წონა აქვს. აი ესე გამოიყურება ჩვენი 10 ცალი ამანათი. ახლა გადავალაგებ იქითკენ და დავიწყებ გახსნას. ზოგი უფორმოა, ანუ აი ახლა ამაში ხო ყველა მიცის რა იქნება, მაგრამ შეიძლება ის არ იყოს. მოდი დავიწყოთ აი ამ ამანათით. ხო, სანამ ამანათების გახსნას დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ამოსული ამანათებიდან ნივთები, რომლებსაც მე არ ვიტოვებ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები წერტილი.g. ამ საიტზე დავდებ ხოლმე გასაყიდად გამზადებულ ნივთებს. ამა მივიდა რაღაც, არ მომეწონა, სახში ადგილი არ მაქვს, რაღაცა მიზეზის გამო არ ვიტოვებ. ყიდი რა თქმა უნდა, დაიდება იმ საიტზე. საიტზევე შეგიძლიათ შეკვეთის გაფორმება. თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება უფასოა. რეგიონებში უკვე ოპერატორებთან დაიკავშირდებათ, მე ოპერატორს გაისაუბრეთ, იმიტომ რომ ყველგან სხვადასხვა ტარიფი იქნება დაზმუნებული. რა შეიძლება ახლა ამაში იდოს, აბა? და რაც არ უნდა იდოს, ეფუთვას გავხიე. ამაში გადავს ახლა ვნახოთ. ისია ჩაკვეტებული, რომ მე მგონია არ მგონია უკან ამოუკვეტდეს ეს. რიპოდს გავს, მაგრამ ვერავი რა არის. ეს ესე იწევა და ესე დგება. კიდე ერთი რაღაც მოყვა ამას. აი ეს. ну ერთი სიტყვით აი ესეთი რაღაცაა ხალხო. აი ესეთი. თავი ესეთი აქვს. ანუ ვერაფერის ვერ გავიგე რა არის. საერთოდ აზრზე ვერ მოვედი რა არის. დამიწერეთ კომენტარებში რა შეიძლება იყოს ეს. ეს ფეხებიც იწევა თან, მე მგონი. ანუ გძელდება ეს ფეხები. ანუ უფრო დიდიც ხდება და წარმოიდგინეთ სანამდეავა. და რა არის და რისთვის არის ვერ მივხვდი. რა შეიძლება იყოს დაწერეთ კომენტარებში. აი, მოდი შემდეგი გავხსნათ, რომ არ მოვიწყინოთ, იმიტომ რომ პირველივე ზეთით უცნობ რაღაცა თუ დავავლე ხელი მე არ ვიცი. ნახოთ შემდეგი. ხო, სანამ ამანათს გავხსნი, შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია Georgian Time, ამანათების გადამზიდი კომპანია, რომელიც მეხმარება პოლონეთიდან ჩამოვიტანო ეს ამანათები. ნახოთ რა შეიძლება იყოს ეს. ეს არის ირემი ახატია. რაღაცა კამერაო, hunting, security და game-ო. ეს რაღაცა კაი იქნება. კამერა ნადირობაში შეგიძლია გამოიყენოთ. ნახეთ ხალხო რა ამოვიდა. კამერა, ნახე რა ზევსკი კამერა. ანუ ამაზე მაგრდება ესე. hunting კამერა, სანადირო კამერა, თავისი სენსორი აქვს აქ, ნახეთ, ორი ცალი დევს თან. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს და მაგ კითხვას მე დავსვამ. აი ესეთი კამერებია ორი ცალი, ერთმანეთს გავს ძალიან. ეხლა ერთ კითხვას დავსვამ, შენ ელემენტი ედება, სად იწერს და ასე შემდეგ. აი, ნება და აბა ეხლა ნახოთ. ელემენტი ედება შეგინდა, აქ კამერა, აქ ის აქვს, ეკრანი აქვს, რომ ნახოთ გადაღებული ალბათ. და ბევრი კნოპკა აქვს, ოკეი, მენიუ, გადაღება და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი რაღაცა, მაგრამ შიდა მეხსიერება რამდენი აქვს? აჰა, ჩიპებიც მოყვება შეგნით ხალხო, ჩიპიც დევს. 32 გიგაბაიტიანი ჩიპი მოყვება თვითონ. და მოდი მეორეში შევამოწმებ ჩიპი თუ დევს. ეს ძალიან კაი რაღაცა არის, აბა ნახოთ. ამაშიც დევს ჩიპი 32 გიგაბაიტიანი და ელემენტებზე არის. ესეთი კაი კამერა, ну არ ვიცი. ძალიან კაი რაღაცა არის. მოძრაობის სენსორი აქვს, წარმოიდგინეთ, მოძრაობის სენსორი აქვს. ღამის სენსორებია, გარშემო, ეს გარშემო სულ ღამის სენსორებია. ესე გამოიყურება ყუთში, ნახეთ. ძალიან კაი რაღაცა არის. ანუ მოძრაობის სენსორი აქვს, ეგრევე აფიქსირებს. 16 მეგაპიქსელიდან 30 მეგაპიქსელამდე ფოტოს იღებს, ვიდეოს იღებს 4K-ში და 1080 Full HD-ში. ну ძალიან კაი რამეა, არ ვიცი ამაზე რას ვიზამ, მე დავიტოვებ თუ გავყიდით და საიტზე ავტვირთავ, მაგრამ ძალიან კაი რაღაცა არის. აი დაიმახსოვრეთ ეს ვიდეო, ძალიან მაგარი რაღაცა მოვიდა. სულ ყველაფერში რო ცუდი რაღაცა მოვიდეს, აი ამა გადაჯოქრა. კაი, შემდეგი, ეს საკმაოდ ძიმე ამანათია. ნახოთ აბა, იმედი მაქვს, აქაც კაი რაღაცა მოვა, მაგრამ ის რომ მომეწონა არ ვთქვათ. ძალიან მომეწონა ის. მე მანქანის დინამიკი ამოვიდა თუ ავწევ. car multimedia სისტემი ამოვიდა. ამოვიდა ძალიან ბევრი შტეკერით. ბიჭო. ესე გამოიყურება, მეგობრებო. ნახე რა მაგარია, რომ დააჭერ, ესე ეკრანი გამოდის. ძალიან ზესკი რაღაცა არის. არ ვიცი, ეს კაი ხარისხიანი ჩანს. ნახეთ. ანუ ესე იკეცება, ეკრანი შიგნით შედის. საკმაოდ მძიმეცაა. თავისი ყველაფერი მოყვება აბსოლუტურად. ეს არ ვიცი რომელ მანქანაზე წავა, მაგას ალბათ ინტერნეტში ვნახავ მე შეიძლება, მაგრამ კაი რაღაცაა, ფაქტია, მომეწონა ფაქტია. მე ვერ დავიტოვებ, იმიტომ რომ ჩვენ მანქანაზე არ წავა, ასე რომ სავარაუდოდ ესეც გასაყიდად დაიდება საიტზე. ესე მგონია. Android-ი არის. საკმაოდ კაი Android-ია, სხვათა შორის, ბევრი ფუნქციონალი აქვს ძალიან შიგნით. სეტინგებში ვნახე, ტელეფონი უკავშირდება ჩვეულებრივად, Android Auto მიდის. ძალიან მომეწონა.
ნუ ანუ ეს ამანათები ხა რაც ეს პარტია და ეს ვიდეო გამოვა ყველაზე კაი. ახლა რა კაი რაღაცა ხო? ეკრანი გამოდის ვაფშე ძალიან გამისწორდა, ძალიან მაგარი არის. ქართულ საიტებზე 250 ლარზე ნაკლებად აღდებს. ხო ეს ეკრანი რაც ამოდის, ეგეც სენსორზე არის, რო იცოდეთ და დაკაგული ამანათები წერტილი G. ამ საიტს დაიდება ხოლმე ყველა გასაყიდი ამანათი, რო იცოდეთ. ან შეგიძლიათ კომენტარით დამიწეროთ ხოლმე რომელიმე ვიდეოც სადაც ნახავთ, მინდა ესა და ეს და ან მე გამოგეხმაურებით, ან ჩემი ოპერატორი გააჩნია, ვინდა ასწრებს ნახვას კომენტარებით. შემდეგი ნახოთ ამ შემდეგში გადევს. ნელა უსმე უკვე დანასწრო არ გავჭრა, იმიტომ რომ უკვე ბევრი რაღაცა დავაზიანე ძალიან. და სწორედ თქვენი, იმიტომ რომ ამას დავაზიანებდი უეჭველი. ოჰო, რაღაც ჩანთა. ამოვიდა ჩანთა. ხარისხს გეტყვით ახლა. კაი ხარისხია. ნუ ხა ჩანთას მეტი რა უნდა უნახო? აი ესეთია რა. ჩანთა სუსუ ახალი. კაი, მოდი გავაგზელოთ. ავიღოთ ესეც ტანსაცმლის ვარიანტია, რაღაც მოდი ამას გავხერხით, აბი რომ დანით არ გავაზიანო. შენ რაღაც ტანსაცმელი უნდა იდოს, ან რაღაც გავსი ნაჭერია რაღაცა, ნუ ეს არის საბავშვო რაღაცა. ბავშვი ახატია. ბეიბი რაღაცა არის, აი. ბავშვისთვის სათამაშო დასაფენი ხალიჩა, ანუ ბავშვს უნდა დაუფრინო და ბავშვი ითამაშებს იმაზე. მოდი გავხსნათ და ვნახოთ. ვეცდები ისე გავხსნა, რომ მე უკან ჩავატიო. ეგ ყოველთვის მიჭირს ხოლმე, რაღაცას თუ გავხსნი, ამოვიღებ ლამაზად ჩადებული როცა, მე მიჭირს ხოლმე. აი ესეთია რა. აი ესეთია, ძალიან საყვარელია. საბანივით არის, რომ ბავშვი არ გაცივდეს საზისო დაუფრინო. ძალიან კაი რაღაცაა. ესეც დაიდება ჩემს საიტზე, იმიტომ რომ ბავშვი არ ყავს ჯერჯერობით. გავაგზავნოთ შემდეგით. აი ამაში ხა ალბათ ყველა მიხვდება რაც იდება, მაგრამ ნახოთ მაინც. კარგად გადაფუთული კი არის ეს შვიდპირად. აჰა, ვაფშე სხვა რაღაცა ყოფილა. ეს არის, ესე უნდა დადგათ, ან რაღაც ჩააღჭოთ და ბუზები, კოღოები და მსგავსი რაღაცები რომ მიეკარებიან, დენიად ყავს და კვდებიან. ესეთი რაღაცა არის. აი ეს არ ვიცი, ეს მეც მჭირდება, გასაყიდად დავდებ თუ არა, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან კაი რაღაცა არის და ვნახავ. გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. მოდი აი ეს ამანათი გავხსნათ, იმიტომ რომ ძალიან თხელია. აბა რა არის? ხო? აი ესეთი რაღაცაა, მეგობრებო. შეხედოთ თქვენს. გავხსნათ, ესე იხსნება. ფრანი. ხო, მე მგონი ფრანია. საფი უნდა მოვაბა და ჰაერში ესე აი ეს უნდა გეჭიროს, კარგას მახსოვს, ეჰე. ფრანია. აი ესეთ რაღაცად კეთდება. აი ესეთ და ჰაერში გიჭიროთ ქარის დროს. ანუ თამაშობთ. ეს უფრო ამერიკელები ერთობიან ამით, მე საქართველოში არავინ ამინახავს ესეთი რაღაც დრო ერთობა, მაგრამ შეიძლება ვინმეს უყვარს ქალაგარეთ ესეთი რაღაცებით თამაში, ვერ გეტყვით. მე ყოველ შემთხვევაში არავინ არ მინახავს, მაგრამ მაინც დავდებ ამას გასაყიდად ჩემს საიტზე. შემდეგი ამანათი. სანამ შემდეგ ამანათს გავხსნი, კიდევ შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია ამანათების გადამზიდი კომპანია Georgian Time, რომელიც მეხმარება პოლონეთიდან ჩამოვიტანო ეს ამანათები. გავხსნათ თქვენთან ერთად, ნახოთ ჩემი ემოციები, მე ხო არ ვიცი ამაში გადევს. ძალიან ბევრი მისვას ხოლმე კიდე შეკითხვას, რა გიგვიხსო, არ ვიცი რა გამოიწერე, რა გახსოვდა. არა მეგობრებო, მე ამანათებს ისეთ მდგომარეობაში ვიწერო, არ ვიცი შეგინთ რადებს ესეთი შეფუთულები მოდის. საერთოდ აზრიერება გადევს და თქვენთან ერთად პირველადი ემოციები არის ეს. ზოგი რაღაცა არ ვიცი ხოლმე რა არის საერთოდ. გავხსნი იმის მერეც არ ვიცი ხოლმე რა არის, იმიტომ რომ ვერ ხვდები ახლა მაგალითად აი ეს პირველი რაღაცა მოვიდა. საერთოდ აზრიერება ეხას კი რა არის. გავხსნათ ახლა ეს შემდეგი და ვნახოთ რა მოვა. ცოტა დააკრა და შეფუთოს ვაზიანებდი აქაც. ორმაგი პირი ქონია. აქ აწერია რა არის? დანაო. დანა აწერია მე მგონი. დანა არის მეგობრებო და სამწუხაროდ დანა გამოვიღო, შეიძლება დავიბლოკო. მაგრამ დაბლავნახავ, უა, კაი დანაო. ერთი სიტყვით მეგობრებო, დაივინგის დანა არისო რა. ანუ ესე იბლოკება რა გამოვიდეს, ესე განახებთ და ეს გასაყიდად დაიდება, ესე რა მოვიღო, ყველა ვარიანტში ვიდეოს დაბლოკავენ და ესე განახებთ რომ ესეთია და მოდი ვიზავ ესე საიზი ავტვითავ გასაყიდად ეს უკან ნახეთ, ჩასამსხვევი რაღაცაა. რო გავხსენი ძალიან ლამაზია. უბრალოდ სამწუხაროდ ვერ გავტვირთო. თავის პატარა ქამარზე მისამაგრებელი მოყვება. ჩემს საიტზე გადაბზანეთ, გასაყიდ ნივთებში ატურთული იქნება თავისი ფოტოებით და თავისი ყველაფრით აბსოლუტურად. ძალიან კაია, ძალიან მაგარია, უბრალოდ არ მინდა რომ დავიბლოკო რა. ძალიან გაფრთხილება მომეწეს ან რაღაცა. ძალიან მომეწონა. ეს ამანათები იყო პიკი. მოდი ბოლოს წინ ამანათი გავხსნათ. ნუ უკვე ისე ვარ, რომ რაც არ უნდა ამოვიდეს, აღარ მაინტერესებს, ცუდი იქნება თუ კაი, იმიტომ რომ ძალიან კაი რაღაცები ამოვიდა რა. აჰა, ესეთი მსგავსი რაღაცა ერთი ცალი ამოვიდა უკვე, მაგრამ დააპგრეიდებული და უკეთესი ამოვიდა. ეს არის ამინდის სადგური. ამინდის სადგური ქვია, ეკრანი რჩება სახში და ესეთი რაღაცა მოყვება, რომელსაც გარეთ დგავ და სავარაუდოდ ნალექიანობას, ტემპერატურას და ყველაფერს გიშვენებს ამ ეკრანზე. ნახოთ ახლა თქვენთან ერთად. ეს ვისაც ეზო აქვს, ძალიან გამოადგება ახლა კორპუსში ვინც ცხოვრობს და ვინც ცხოვრობთ, ისინი რაში გამოვიყენოთ, ვერ გეტყვით, მაქსიმუმ აივანზე გაიტანო. აი ესეთი რაღაცა არის, ესეთი რაღაცა ამომივიდა, ზუსტად ესეთი ვიზუალი ქონდა. აი ესეთია. ნახეთ. ეკრანია ესეთი, ელემენტები ედება, ამაში აღდევს ელემენტები სამწუხაროდ, ვერ შევამოწმებ.
ვიყავ თუ არა. ზემოთ აქვს ძალიან ბევრი კნოპკა. აი განახებთ ძალიან ბევრი კნოპკა აგზევით და თვითონ რაც გარეთ უნდა დაიდოს, რამაც უნდა შეამოწმოს და გაზომოს ეს ყველაფერი არის აი ეს. ამასაც რა თქმა უნდა ელემენტი ჭირდება კი. აი ეს რაღაცა არის. ანუ ეს ამოწმებს როგორც მივხვდი ყველაფერს. ეს აძლევს სიგნალს და მე აქ გადმოდის ყველაფერი აბსოლუტურად. ნუ გეუბნება ნალექიანობა როგორია, გეუბნება ტემპერატურა როგორია და ასე შემდეგ. ანუ ეს სახში ზომავს რამდენია ტემპერატურა თვითონ ამას აქვს შაშენებული და ეს გარედან გაძლევს ინფორმაციას და ეკრანზე აქეთ აწერი, აქეთ მხარეს აწერია. სახში რამდენია ტემპერატურა, აქეთ მხარეს აწერია ეზოში რამდენია ტემპერატურა. ძალიან კაი რაღაცა ეზოებისთვის გამოგადგებათ, რომ იცოდეთ. სანამ გარეთ გახვათ, რომ აი გარეთ ესეთი ტემპერატურა, ესეთი ნალექიანობა და ასე შემდეგ. თავისი დამტენიც მოყვება, დამტენი რა თქმა უნდა პრინციპში. თუ ელემენტებზე მუშაობს დამტენი რა თქმა უნდა. ნუ ერთი სიტყვით ესეც საიძე დაიდება ყველა ვარიანტში და დღეისათვის ბოლო ამანათი რომელიც საკმაოდ მძიმეა და იმედია ჭადრაკიან რაღაც დომინო რაღაცა აღდებს, იმიტომ რომ ხმა ეგეთი იქონდა. რაღაც საბავშვო სათამაშოს გავს. ხო, კაკას აწერია კიდევაც რომ საბავშვო სათამაშოებია. არა მყავს ეს ბავშვი, არა, რა თმინდა. აჰა. Wooden education toys. ხის საგანმანათლებლო სათამაშოები, ანუ თან სწავლობს ბავშვი ამ ხის რაღაცეებით. ნუ ხის სათამაშოების მომხრე მე ზოგადად ვარ, თან ძალიან ხე ძალიან კაია, ბუნებრივია, პლასმასი არის, აღებებით არა გაჟენთილი და ასე შემდეგ. აი ესე გამოიყურება, ხალხნო, აი ესე. ესეთი მანქანაა და შიგნით დევს რაღაც სათამაშოები. აი ესეთი რაღაცეები. და ესე მაგნიტური სათამაშოები, ესე იწყობა, ნაყინები და რაღაცეები. ესე დადის. ესეც აუცილებლად დაიდება ჩემს საიტზე. დაკარგული ამანათები წერტილი-G. გადადით, გასაყიდი ნივთები ყველაფერი იქ არის. აბსოლუტურად ძველ ვიდეოებში ამოსული, ახალის და ასე შემდეგ. ვიდეოები კიდე ძალიან ბევრი მაგ გადაღებული, ძალიან ბევრი მექნება კიდე. სულ ასე იყო მეგობრებო, კაი ვიდეო გამოვიდა, ძალიან კაი ნივთები ამოვიდა, დამლოდოთ შემდეგ ვიდეომდე.